წავიდა. ეთევზეებო. ეხლა ესპანეთში გამოცხადებულია კარგი ამინდი, მაგრამ ჩვენ მხარეს მაინც იღილავს. მედია რო ჩავას სან-პესკადორეშიც არ იქნება წვიმა. მოკლედ დღეს მაქვს ძალიან მაგარი დღე, იმიტომ რომ როგორც იძახია მსოფლიოში საუკეთესო ჯოხები უნდა გავწესო. დაივა ტურნამენტის რეგულარი ვერსიები. ერთი იქნება ფუჯის რგოლებზე, მეორე არის აგაესის რგოლები. ახლა აბარა იქნება. რა შტაბიჯილებს და გვიტოვებს ეგ. იძახიან რომ არის ეს ყველა მეთევზე ვინც არის და პროფესორები ვინც არიან. 1000 ჯოხი რო აქვთ, ასე ვთქვათ, ნანახი და მეთევზავები. ის ხალხი იძახის რომ ყველა საუკეთესო მაინც ეს არის, მაგრამ მაინტერესებს. ასე რომ შეხვედრა. დღეს როგორც თქვით, ამ ჯოხების გატესტვა იქნება. დაივა ტურნამენტი, ეს არის აგაესის რგოლებზე. limited edition. limited edition-ია და ნახოთ აბა. მივიდა კიდევ სოფლიო ტიტივის ასე ვთქვას. მოყვარულები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან ამ ჯოხები. ნახოთ. აგერეს. ორი. ასეთი კარბონის რგოლებით არის. კოჭის წამჭერიც აქვს ფუჯის ფირმის NS6. ძალიან მაგარია. limited. ჯოხის წონა არის 170 გრამი. 5 მეტრი. ახლა თამეთის მეორე გვაქვს ეს ტურნამენტი არის, ოღონდ ეს გვაქვს ეს რეგულარი ვერსია არის. ეს გვაქვს უკვე ფუჯი ტოლზაიტის რგოლებით. ეს ძალიან მაგარი ჯოხია და ძალიან მაგარი რგოლები. აი ესეთი უნდა იყოს რგოლების წყობა, არა აი ასეთ სტილის რგოლებს რო ბოლოში გაყენია და თოშიც ეგენი უყენიათ. ეგეთი რაღაცაზე არ ვიცი. კოჭის დამჭერიც იგივე გვაქვს ამ ჯოხზე. ეს ჯოხი არის 165 გრამი. 165 გრამია ამისი წონა. რეგულარი ვერსიისთვის ძალიან მაგარია რა, ძალიან მაგარი მაჩვენებლები. კარბონსაც შეეხება იგივე მასალით არის, უბრალოდ რგოლებში არის განსხვავება და ზედა ეს უფრო ბრწყიალა ფერებში არის გაკეთებული, ეს არის უფრო მატოვის ფერებში.
რაც შეეხება ტექნოლოგიას. SVF Nano Plus-ი არის. ეს არის როგორი ვარიანტი, იცი? სპეციალური PC არის, რომელიც მუშავდება ნანო ტექნოლოგიით. მარტო დაივას აქ განკუთვნილი არის მხოლოდ დაივასთვის და X55 ვიჯოინტი. X55 რა თემაა? უმაღლეს ხარისხის კარბონი არის და როგორი თემა, იცი, როგორი ვარიანტია? აი კარბონის ფენა ის არის, ან წვრილი ასეთი ხაზები არის, რომელიც მარტო ასეთ იმას არ აკეთებს, ესეთი ის აქვს. ერთმანეთზე აქვს ის. ეგ უფრო ძალიან ხის საქმის ჯოხს და არის გამძლე რა, სანდუა რა, დითევზე დაჭრომილი. სხვა რა გვაქვს ახლა? ნახოთ, რა ვიცი. ამორფულიც მაქვს, ტურნამენტიც მაქვს და ლუიასით ვიცით რაც შესაძლებლობები აქვს, ამორფულის ახო ვიცით. და ეს ჯერჯერობით ეს ნახოთ, აბა იცი რა. როგორ დაბეჭდილებებს და გვიტოვებს. ახლა გაჩვენებთ აი ამ ტიპტივას. ანუ ეს ტიპტივა არის 2 გრამიანი. გრამი და 25 არის აი ეს ლატუნის სიმძიმე. და დანარჩენს ვამატებ აი ასეთ. ასეთი სტილის ტიპტივი თევზა უხმენ და ძალიან გამართლებული არის იმაზე, რა ქვია, კეფალზე. და საერთოდ კიდე ტბაში, კიდე ზღვაში ყველგან მაგარი. ისევ და ისევ ჩვენ ვითევზებთ დღეს ცომით და ფრანგული პურით. როგორ იზილება ეს ცომი და ეს ფრანგული პური როგორ უნდა მომზადდეს. ეს წინა ვიდეოში არის და თუ დაგაინტერესდებათ შეგიძლიათ შეხვიდეთ წინა ვიდეოში და იქ ნახოთ ყველაფერი დეტალურად. დანარჩენი ახლა პირველი გატესტვა იქნება ტურნამენტ Fuji Torzaitis რგოლებით არის და 6400-ს რო დავიჭე ამ ჯოხით. მე გადავალ აგაესის რგოლებზე რომელიც არის. და ნახოთ აბეთ რა შეგრძნება იქნება. ნუ შეგრძნება რა, რაც ასე ვთქვათ, წინა ინფორმაცია რაც აგვაქვს და ინტერნეტში რაც გვიდევს. ანუ გასროლის მომენტში უფრო აგაესის რგოლებით უფრო ანუ ხისტია რა. და გაშლილ მდგომარეობაში ოდნავ ალბათ ვიგრძნობ სიმსუბუქეს. ოდნავ დაწოლა შეიძლება აი როგორი განსხვავებაა, იცი? ორივე ჯოხი როცა გიჭირავს ხელში, მაშინ შეიძლება რაღაცა გაიგო, თორე ისე ვერაფერს ვერ გაიგებ რა. ანუ ის ორივე ძალიან მაგარი წყობა. დავიწყოთ აბა ერთი და ნახოთ რა იქნება. ცომი შემოვახვიე. ასედა ჯოხი ძალიან მაგარ კომფორტულად არის ხელში. ბალანსი არის იდეალური. ახლა ამ ჯოხის ზომაწონა გათვლილი არის დიდ თევზეც. კარგად არის, კარგად. მარტო წვრილი თევზის ჭირა არ არის, ამ საშუალოზე დიდ თევზეც შეიძლება ითევზოს. არის კონტაქტი. ოპა, შეგინაცო. ჯოხი მაგრად მუშაობს. ჯოხი შეგრძნება აქვს რაღაცას წავა. არ მოგაი შეგრძნება აქვს. გამაკაცოს ნესკავი მიყენიო, არა ტემო, ორიგინალი. იმედი არ მოსი. მე ვარ ვითომ საჭოკამე კი თუ
დაიჭრეს. ჯოხი ძალიან მაგრად მუშაობს. Yes. პატარა სადა. ნორმალური კაი ზომა. Я не видел, это. Ай, ломаться. აი ესე ჩვენი ტურნამენტიც მოინათლა. მოინათლა და ახე სადა გამოდებული ზედა ტუჩით არის დაჭერილი. რეალურად. ბოდიში ცოტა უხიშად მოვიდა გაშვება პატიში. ისევ და ისევ მოვაგროვოთ თევზი და მე გავუშვათ გულს. ახლა არის ზუსტად 11 საათი. ესპანეთის დროით. როგორც თოვლის ფანტელი რა. აი ეგეთ პონჩი. კი ბატონი, ფანტელი ადვილად აიღო. აი, გიგიო. ნაშია საქმე. Karıya mumkro. Sota, didn't bury her, man. Sota. Oh, I got the buzz, man. Dinner is all right. Cara, good mallet. Opa. Ara, zis. კაი ზომა ჩანს. Mano.
ფეიაო ჩვენთან იციან. ეს არის ზღვიდან შემოსული ეფალი, ოქროს ყურა. გამოჩნდება, დაიც. ვიჩქარო, პაპი. ოქროს ყურა. აი, კალაყუჩი დაძდევს. ოქროსფერი ლაკა. და დინარეში რომელიცაც ჩერდება და არის დიდხანს ოქროსფერი ლაკა არა. ეს სხვა ჯიშია. Paliusi. ეკინი გაუდის, ვერა, თევზებს. გაზეთილები არის. აბდუშაჰილი თევზები არის. ესეთი კარგი, ჰა. ეგი შეუხი. Damazები. Somigil dato tu ar gazura sani qoqe mom dambali ega na პირველი სექცია მუშაობს ამ თევზზე მეტი არ ასჭირდება რა რაც უფრო თევზი გაიზრდება მით უფრო დაბლა გადმოვა ოჩახი დღეს რატომღაც
დიდი ზომები არის, მაგრამ იშვიათი, უფრო ეს ზომები და ცოტა დიდები აქტიურობენ. ცოტა მოუთბა წყალი და წვრილი თევზიც გამოვიდა. მინდი მაგრამ მაგას რა ჯობია რომ შირი ჩატყმები რო გონდე ამოხია? ესენი მერე აკოდა ისინი რომ მოვლენ იქიდან დაიჭირა. გაუშვი. აგარა და მოთა ბედი. ეს ხომ მოვიდა? არა, დაბნედი. არა, ქვევით ერთი დიდი იყო მოსულ. არა, ეგრევე გაჩერდნენ, აქვე არიან გაჩერებული. ესე დაგვებრიდა სამწუხაროდ. გამოწესდება, ზურგზე. აი, სამას არ მოხდა. წასვირა თუ არ მოგწონს. ამას ცოტა დახმარება უნდა. იმა? არა, აქ დაბლა რო არის. აგრება. მოწყდა ეგრევე. მოხია. ეგარი რა. გავში. აი დაიყო რა. და შეიძლება რა ითქვას, რომ ორივიანი ძალიან მაგარი ჯობი. და ნამდვილად საუკეთესო ჯოხებია. მართლა საუკეთესო.
ბევრი ლაპარაკობს ხოლმე რომ მარკეტინგი რაღაცა რეკლამებს უკეთებს რა მოხდება რომ გაიყიდოს. მე ხლა არც კონტრაქტი მაქვს დაივასთან დადებული და არაფერი. უბრალოდ ჩვეულებრივი მეთევზე რომელსაც ევზაობა უყარს და ბევრი ჯოხი მჭერია ხელში, აი ცოტა მაღალი დონის ჯოხები. ავი ტუბეტენი 18 კორმიჩის 8000 RW 8000 ავი მე ვფიქრობ რომ ყველაზე მაგრები ესენია. ნუ ცოტა მაგარი ფასიც აქვს, მაგრამ ღირს. ანუ ახლა ნახეთ რა ხდება. ოდნავ სუბუქი არის გაშლილ მდგომარეობაში. ოდნავ სუბუქად გრძნობ ამას, იმიტომ რომ მაინც კარბონის რგოლები მაინც თავს დაშვება. უჯის რგოლებზე რომელიც არის, ესეც ძალიან სუბუქი არის. უბრალოდ ეს უფრო მეტად გამძლეა რა. ანუ ეს დარტყმას ვერ იტანს. იტანს, მაგრამ ამისნაირად ვერ იტანს როგორც ეს. ეს ფაქტიურად არ აღვიძდება. ნუ თუ ჩახუჭია ჩაარტყია ასე რომ ორივე არის შესანიშნავი. რეგულარებია ორივე, ერთი არის AGS-ის სისტემა, კარბონის რგოლები, მეორე არის ფუჯის რგოლები.